მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს მოკლედ გეტყვით ჭიპი გავუქმეთ. ისი რა ერთხელ კიდე გაიმეორეთ რაკენით? გავუქმეთ პაციენტს. დიანა ძალიან გთხოვ ეხლა ვიცი რა არის არ მცალია კასტინგი მაქვს და და რა კასტინგია ლაშა? დამხმარე შეძებ. ია, როგორ? რაც არ ამისას. რომ მტკივარ ნეკნები. უკაცრავად მემაბადით. კარგით რა ბატონო კახა რა. ერთი თვე აქ დავდივარ და წყალში ვცხოვრობ. სულ ასე მეუნებით მოგიგვარეთ მაგ პრობლემას. ეხლა წავალ და პირდაპირ მინისტრთან მივარ. ბატონო კახა ერთი წუთი დგის თუ შეიძლება არ წახვიდეთ რა. დატყორელო გურა მომისმინე ერთი წუთი აბა. და უნდა გითხრა აი შეხედე საბურთალოზე არის მშვენიერი ბინა. შევარჩიე ვიმუშავე თქვენთვის აი შეხედეთ როგორი ბინა აგირჩიოთ რა. კარგი ბინა. აბა ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებ და მუშაობთ ისე კი არ ვზივარ და კი არ იმაშვებით კაც. დადღია აქ სუგიცურავს ფეხი და არ დავარდე. ხილად. გადააგდეს ფეხის საწმედი, რადგან შეუნა გითხრა ადამიანი. ნელა, ქალბატონ მარინა რა მართლა გადააგდეთ თქვენ ეს ფეხის საწმედი მე გიასთან დავჩერე. ხო, შენთან დავჩერე მთელი ღამე გია. ხო, არ მეზარება რა. მთელი ღამე. ხო, არ მეზარება შენთან დავჩერე. მოდი. ატა. როგორი პატივი გვეცი, არ ვიცი რითი გადაგიხადე. ქალბატონ მარინა ეს გაიხადე გია. რა უნდა გადამიხადოთ, როგორ გეკადრებათ? რა საჭიროა უბრალოდ მითხარით მე საწვევი და ეგ არის რა. მარინა. მოდი ხაბარემ, საჭმელიც გააკეთე და და შეჭარ და წავა. გია, ის რა ეგრაშუაში გია, უბრალოდ რამხელა დივანი გაქვთ ახლა, აი რამხელა დივანი, ადამიანი რო შემოვა, ნორმალურად კი ვერ გაივლის, რა წესია? აი წარმოგიდგენე, კარს გააღებ, შემოხვალ და ერთი ნაბიჯი და დივანზე უნდა დაწვეს, სხვა გზა არ გაქვს, რა იყო დაწვეს. მარინა, გესმის? აი თუ რატო მათრიავან? საავტომობილში რომ მომიგიდე და ტაქსავდე რომ ზურგით მათრია, ხედავ? დაგიდე ქურთუგები რო გიჭირავს წყეში. და აი საკიდარ, მე დაგიდე. არა, იყოს გია, იქნები მე ეს. მთელი ღამე რა მაინც რა უნდა გავაკეთო და ექნება ეს ვიდეო. ატა. ბატონო. წნიან შეჭამ? წნიანი არ მინდა ის მაცივარში სოსისი გექნება და ის შეწვით, ხო? ოჩაპოდა. ამათო ასე გავაგზავნე და შეიძლება მაგის დატოვებაზეც ვიფიქრო. ესე იგი დღესაც პოროხასთან რჩება ბექუნა. რა ვქნა რა მოსულიყო ევახშმა ჩვენთან ერთად რა გავაკეთო? არასოდეს არ არის ლესბავში საქმე. ქალბატონო მარინა, მე გიტყვით ერთ რაღაცას. იცით რა არის? მე მესმის თქვენი რომ ბავშვის მაგივრობას ვერავინ ვერ გაგიწევთ, მაგრამ დარჩეს ეს ბექუნა იმ პოროხასთან იყოს დღეს რა მოხდა ეხა იყოს პოროხასთან და მე გაგიწევ თქვენ ბავშვის მაგივრობას. აბა ხო, თან სულ მეუბნებიან პატა, როდის უნდა გაიზარდო, როდის უნდა დაჭკვიანდე, როდემდე უნდა იყო ბავშვიო, მაგრამ მე არ ვიზრდები ქალბატონო მარინა. და ესე მე გაგიწევ ბავშვის მაგივრობასო თქვენისთანაც ზრუნვა დედებს დავეხმარო. ხო. პატა, მოდი რა დამეხმარე, აბა დავждე მაგისას. მოდი, ძალიან მტკივა. ნელა. აი ესე გამკრავს ხოლმე რა. გაკრავს ხოლმე ხო, ვიცი გია ეგ საშინელება. ხელია და აი ხო, თხილად, მოდი დაჯექი. საშინელებაა გია. სხვათა შორის მე ხო ოპერაცია გავიკეთე მუხლის. მუხლის ოპერაცია გავიკეთე და მუხში მე ნუ ისე გამოვიდა რომ ჩამისვეს პლატინა. ხო და მე რა ხდება იცი გია? დამჭა ცუდად, უშნო დამჭა, ხო ხდები? აი ამ ადგილზე ცოტა ამოიბერა დროთა განმავლობაში და აქ ესე ვერ დაინახო ერთ წუთს გაჩვენებ ხა. არა, გია, ესე ვერ დაინახო მართლა. არა, არ მიყვარს ამ ობურცული რაღაცეების ყურება.
აი, გია. ანუ რჩები თქვენთან, ხო? გია. ესე იგი გია. გია, რეებსაკეთი მეშინია დედას ვისაუბრე. გია, რჩები თქვენთან თუ გია. გია. აიღო რა, რა მოგივიდა კაცო მეთკინა. ჩავიძინე ძლევს, აიღო, უნდა გამაგვიძო მაგრამ. რჩები თქვენთან. მართლა გეტყვინა? არა ვაშოთ, გამივიძე. გია. ისე ინერვიულო შენი ამბავი რეზიკომ რომ საჭმელს პირი არ დააგარა. მე დაგეყარა ეს საჭმელი და შეჭამდა. უი, მართალია. ქალტურმა ცოტა დიდი გალი არ გაქვთ? მართალი ხარ პატა, მეც ვიფიქრე მაგაზე, რაღაცა ვერ ეტევა. არა, რეზიკო რა შუაშე, ჩემთვის ვიძახი, ჩემთვის. ცოტა დიდი გალი გაქვთ, მე ვიცხოვრებ და აი ბავშვად ხო დავჭებ, თუ გინდა თუთიყუშად დავჭები და ვიცხოვრებ აქ, ხო? თან მაგრად ვაკეთებ მე თუთიყუშის იმას რა ქვია, პაროდიას. გაჩვენოთ? აბა. ხო, აი უყურეთ. ეგ არის ქათმის პაროდია ეხლა შენ თუთიყუში არ არის. ეს არის თუთიყუში რომელიც აკეთებს ქათმის პაროდიას, ხო? და გეღობა მაიმუნობა. ანუ რჩები. აი ამ დივანზე გაგიშლი და აქ დაიწია. ანუ რჩები. კი. იესო რჩები, ქალბატონო მარინა. რჩები, ქალბატონო მარინა, მაიმე, ესე იგი მივიღეთ ბავშვად, ხო? კი, მიგიღეთ. უნდა გადაგეხვიო. დედა. მოდი. დიდი მადლობა, ნეკნა გატეხილო მამა. დიდი მადლობა. აი რეზიკოსაც როგორ გაუხარდათ, ხედავთ რა ბედნიერია. სხვათა შორის ესეთი მყავს სამსახურში მეც. რა, ისიც ესე ბევრს იმაშובה? არა, მე ჩემი უფროსი გულისხმე ესეთი პატარა არ. ესეთი. უი, მართლა სამსახურში მიდიხარ ხო? აი, დაურეკე და უთხარი. ასეთ სიტუაციაა, მეგობარს ჭიპი გაუუქმეს მეთქი. ხო და დილით აუცილებლად უნდა შევიდე და კარგად დავცვენო მეთქი რა. ხო და იმებას მითხეს რომ რადგან ახლა ეგეთი ამბავიო, როგორ მოხვალ? და ხო კიდე, ესე იგი ღამე საბანი არ გადაიხადო. გასაკეთებელია ის ფანჯარა უბერავს და გაცივდები. ჩუსტები აქ დაგილაგე. ღამე თუ დაგჭირდება საპერფერო შუში გასვლა, ფეხშიშველი არ გახვიდე იცოდე, თორე ფეხი გაგიცივდება. ეს ფარდა გადაგიწიებ, თვარიშუქი არ შეგაწუხებს. კიდე რა მინდო და მე თქვა. ქალბატონო მარინა, გაჩუნდი, თორე დედას პიცა ვარ თუ წავი, თუ დავრჩე ეხა და თუ არ წავიდე სახში. ძიმდებს. უნდა რა ძლივს ვიძინებდი და გამიტეხა ძილი რა. როგორ დავიძინო? რატო გამიტეხა რა უნდა? ეხა ესეც გამიტეხავს, რატო მიტეხავთ? რა გინდა ვერ გავიგე რა გინდათ? გია. რა საკეთებ გია, ჰა? არ იცი შენ? არ ვიცი რა. აი ეს ნაჭერი თუ არ გადააფარე ამას? ღამღამობით. თვალდახუჭული. თვარეულივით რა. ეს ნერვიულად აკეთიკით იწყებს სიარულს, კაი. თან იძახის გამომიშვი თორემ დაკორტანითო. მერე იწყებს გალის ღრნას. ხოდა ერთხელ გაღრნა გალია. ვეცი, მეცა და მაგრიჯა მთელი ხორცები მყავებზე. მერე მარინა მოვიდა ეს გადააფარა და ძლივს დააწყნარა. გირა განახო ნაიარები. გია წადი ეხლა არ მომეკარ თორე ვიკილებ ისო. წადი ეხლა არ ვიკილებ. წადი! განახო? წადი! დაგ. ამაშენების არეზიგო. პატა არ მოიწყინო. მარინა, ჩვენ თუთიყუს აბა ვიცი? რა გინდათ კაცო, რატომ ტოვებთ მარტო ხეცთან რა? აი, აღარ შემიძლია. კარგი ხო გვეყოფა. დაუჭიპო.
რა, აღარ მოგბეზრდათ, 2 დღეა გადაბმულად იცინით ამ ჩემს ჭიბზე. ხო, კაი, მართლა გვეყოფა, დავისვენოთ. კარგით რა, ნუ გადაწინით ჩემ დათუჩას. მადლობა დიახ. არა, ისე უჭიპო დათვი ძალიან სასაცილოა. კარგი რა დიანა რა, ესენი კიდე ხოდა შენც, შენც. ალო. როგორ ახარ ზაზა? არა, ავიცი, კარგად. არა, ნუ ოპერაცია, არა ძლივს გადამარჩინეს რა. რა გაცინებს, კაცო? რა გაცინებს გამაგო? კარგი რა ზაზა, კარგი, ხა უჭიპოს განახებ თუ მოვედი ახლა. აღარ შემიძლია რა. არა, უყურებ ამ მუცელს და რაღაცა სხვა ორგანოა, სხვა ნაწილი არის ადამიანის და ვერ ხვდები უყურთ რა ნაწილი ამას. მაშა, ჭიპის სურათი გააქვს? რა გინდა? არა, დავკიდოთ და სანთელი დავუმტო. მაშა, ჭიპი 40 დღე აქ იტრიალებს. გავიგე რომ ჭიპი ამოაჭრეს, თავიდან გავგიჟდი. მე 2 საათი ვიცინე. მე დავწყდარდი და მე თავიდან გავგიჟდი. ნიკადე თუ იმეცადინე მოდი ჭამე. არა დე ვერ მეცაინო, ვიცი რა არის? სწავლას რო ვიწყებ, სულ ლაშავიძეს მუცელი მახსენდება და მეცინება. კარგი ნიკადედიკო, საპატიო მიზეზი გაქვს, მოდი. ისე დედა, ჩემი კლასელები დღეს სკოლის მერე ექსკურსიაზე მიდიან. მე შენ არ მიდიხარ? არა, აქ მოდიან ლაშავიძეს მუცელი და გაჩუნდით, ხო ხედავ მირეკალა, ცოტა ჩუმად ახლა, მირეკალა, ხო? ალო, ხო თენგის. რა ვიცი ბიჭო, არა ახლა დავდივარ უკვე გადამიარა და აღარ მტკივა ესეძა. რა გაცინებს, კაცო, რა გაცინებს? კარგი რა. აღარ შემიძლია რა. ლაშა. თუ გინდა აღარ დაგცინებ. ელენე გაუმასპინძლე სტომარს უხერხული. ანა, ჩაი არ მინდა და წონი გამომიღე და მასწრებიდან ცივი. უი, გია, იცი რა არის? ეს წვენი არის თბილი. იმიტომ რომ მაცივარი გაფუჭდა. აღარ ყინავს საერთოდ. უი, თბილია, ხო? გაფუჭდა ესე ეს მაცივარი. რამეშვილი ახლა თელ საჭმელს ჯიბეებში ჩამოდაგებ და გამოტანს ხოლმე სახში არ გაფუჭდეს. კაი, დაწნევდი მე გეტყვი ცუნახრა. მე ხელოსანთან უნდა დარეკო. მე ვიცი ერთი მაგარი ხელოსნის ნომერი. დაურეკავ და ეტყვი. გამარჯობა ბატონო ხელოსანო, მაცივარი გამიფუჭდა. ხო და საჭმელი რო არ გამიფუჭდესო, ხო? არ მინდა რომ გამიფუჭდესო, იქნებ მოვზანდეთ. მე მოვა ეს. მოვა ერთი უჭიპო ტიპი, უჭიპო. შეჭამს თელ მაცივარს და წავა. ხო ხტები? უჭიპო ტიპი გამოძახებით, აი ესეთი. ხო. ხო მაგარია. უჭიპო. კარგით, მადლობა. ნუ იყო. გავიგე მაცივარი გაგიფუჭდა ხო და თუ რამე გაქვს შესანახი ჩემთან შევინახოთო. ნუ საიდან გაიგო ახლა ეს? მე რა ვიცი. გია, იცი რა, ეს მაცივარი აღარ გაკეთდება და ახალი ვიყიდოთ რა. არა, ახლა ფული არა მაგ და ვერა. თან გუშინ ბექონამ ფული გავამართვა. თანსაცმლის ყიდვა მინდაო, ხო და იმდენი ფულით მარტო ერთი კამარი იყიდა. ის კამარი არ იყო, კაშნია იყო. მოიცა გასულ ტყავის კამარი კაშნია? ესე რა ყურადღება მიექციათ, არ დაიხჭოს ბავშვი მაინც. იცი რა? შენ თუ არ მეყიდი? ლევანს დაურეკავ. ის გამომიგზავნის. მიდივარ გია. გულებას დაურეკავ, ბარემ ეს უთხარი რომ ტუალეტის ხახალდე გვითავდება და ეგეც გამომიგზავნის. გამომიგზავნის. და ესე უფრო სწორი რომელი იქნება ლევანმა გამომაგზავნა თუ ლევან მამა გამომაგზავნა? ლევანით. ო, ლევანით გამომაგზავნა, ლევანით. ხო, კაი. ხო, ესე არის სწორი. წავედი ჩვენ.
ავედით, აბა. მოიცადეთ კატლეტები წაიღეთ და შესვენებაზე მიირთ. უი, ქალბატონ მარინა, არ ვიცოდი თუ გამანტანდი და 2 ცალი ჩავდი უკვე. არა უშავს ესეც ჩადე. ხო, კარგი. ბატონო. აი ესე ჩადე რა მე არ მინდა. როგორ აბარაკი. მარინა. არ გაკოცებ. ლევანს დაურეკავ მაცივარს გამომიგზავნის და იმას ვაკოცებ. ლევანს. ლევანმა. ლევანს. წავედი. ლევანით. უი, ბატა, მობილური რჩება. ვიცი ხო. და წაიღე. არა, ეს სპეციალურად დავტოვე, საღამოს მოსვლის მიზეზი რომ ქონოდა. ბატა, წაიღე. აი, მადლობა ქალბატონო. კაი, ნახვამდის. ნახვამდის. წაიღე, ბატა. აქ დამივარდა ეთყობა. კარგი წავედი. ბატონო. მოდი. სანამ გვიწავალ. ხო. ლაშასთან შევიდე და დავცი. აბარა. ლაშა, ჭიპიანები მოვდივარ თუ კაცი ხარ გააღიყარი და ხუდე აფერეთი. გააღე, აბა. ელენე, დღეს საღამოს ბარში ხო გამოვყვები? რომელ ბარში? რომელში და კარფანჯრები რო არა აქ იმ ბარში. აი ხა გაიცინე, რატო არ იცინე? ელენე, იცი რა არის, 3 დღეა ვუკრავ და არავინ არ შემოდის და შენ მაინც წამოდი, გეხვეწები რა. ეთყობა თეკლა ფეის კონტროლია და აღარავის აღარ უშვებენ ბარში. რა ჭიფშენ? ფეის კონტროლი არ ვიცი და ჭიპ კონტროლი მართლა. არა, უნდა აიღო ეხლა ეს პილოტა გადასხოთ, მაგრამ რო გადასხო ეთკინება და რო ეთკინება მე რო ცოდუ არ არის და ვერაფერში ვერ გამოიყენება. უკაცრავად. მე. ალო, ხო სალომე? არა, სახში არ ვარ. ლაშასთან ვარ. ხო, იმ ლაშასთან ჭიპი რომ ამოკვეთე. თეკლა ისე ფრთხილად იყავი მაშინდელივით მიკროფონის შნურს ფეხი არ წამოკრა და არ წაიქცა. არა აქვს მიკროფონს შნური. მართლა? ის არის რადიო მიკროფონებია? არა, რადიო მიკროფონები ელენე, ისეთი საშნელი ბარია, ყავას ხის ჭიგებით სვამე. საერთოდ არ არის მიკროფონები. კარგი თეკლა წამოვალ, რა ჩავიცვა? რაც გინდა ის ჩაიცვა, ელენე მთავარია, თბილად ჩაიცვა უბერავსი. თეკლა. ისე შეეში მაქსიმენას, ხო ხედავ უნიჭო ხარ. ის უჭიპო ნახე. ხო ერეკლე. რა ვიცი აბა, არ სახლში ვარ. კი გამომწერეს უკვე. რა გაცინებს კაცო? რა გაცინებს გამაგიბრა? არ გიქრა ხალხო რა ნერვებს მიხი უკვე აღარ შემიძლია რა. არა, აღარ შემიძლია რა. ნეტა როდის დამთავრდება ამაზე ხუმრობა? რა. ბიჭო, კი არა. ლაშა ბაბუას ჭიპი რო არ კონდა გახსო. კარგი თეკლა, წავალ მე ზევით ავალ გამოვიცვლი. დიანა, მე ზევით ავალ, არ მოიწყინო, მალე ჩამოვალ. რა მოგივიდა, ჯიმუ ფუფულა, რა მოხდა? ეთყობა კმილი გამიღიზიანა და ისა ლაშა თბილი დაიდე რამე გიშველის. ლაშა, მე თბილი ტუჩები, გინდა დაგადე. არა. მაგაცი სტომატოლოგი იმას დაურეკავ ის მიშველის. საწავიღეთ მეკონი. ისა მოიცა ლაშა მე მოვძებნი, ზარს გამოგიშვებ და უფრო იპოვი. აი ნახე უჭიპო ვეკა. არ მინდა ვიპოვე. ლაშავიძე, რო ამოიღო კბილი? რატო უნდა ამოიღო? კბილი რო ამოიღო, მე რო გავიცნებ, არაესთეტიური იქნება. დიდი ამბავი ლაშა, ჭიპი ამოიღე და კბილი რო ამოიღო. ხო, ლაშა, უკიჭო და უჭიპო დათუნია მეყოლები. ალო, ხო, ზურა, ლაშა ვარ. ხო, რაღაცა კბილზე პრობლემა მაქვს და რომ მოვიდე, გნახო. ხო.
კი, არა, ის ოპერაცია კი კარგად ჩაიარა. ხო, რაგაცინებს კაცო, რაგაცინებს. ხო, მოვალ და განახებ, კარგი, ხო. კარგი, ზურა, კარგი. დამანებე თავი რა. კაცო, მე ამდენი ხანი ვიწევი საავადმყოფოში. 27 ივლისია უკვე? უი, არა გია, მოხევის და სხვა ფურცლებიც გამომყვა. შენ რატო გამოპრანჭვი ხარ? მიდიხარ სადმე? ვიცი რა, ჩემი ხალათი ვერ ვიპოვე ვერსა და ხო არ დაგინახავს. შენ ხალათს როგორ დავინახავდი? საკუთარ ხალათს ვერ ხედავ ხოლმე და. და საკუთარი არ გაქვს და როგორ დაინახავს? როგორ ახ ისა უკაცრავად ცოტა შემაგვიანდა ეხლა რა საკეში ვიყურებ და შევყევი ხო ხდები რა და რატო შევყევი და რატო დამაგვიანდა იცი უყურებ ეხლა ჩემ თავს უყურებ და მართლა რა ლამაზი აი თურმე სატყობილა ჩემი ხალათი აი ეს შენია ქალბატონო მარინა ხო მე გიასი მეგონა რა ვიცი გიას არ უყურს ესეთი რაღაცეები რა ვიცი მე ხო ბანა მე მიყვარს ჭრელი ხალათები და ზურგზე ამოღებული მაისურები ცოტა კი გამათბუდა რა ვიცი იყოს აბა რეზიკო მოვიდა შენი ოთახის დამლაგებელი აბა მოემზადე ბადა ხედავ? ხო. როგორი პატარა კვერცხები დაუდია ჩვენ თუ ტიპოს? მართლა რა პატარა კვერცხებია? შეხედე შენ. ბაჩვინი აბა ერთი. გია კარგი რა მართლა კვერცხები მეგონა რა. სიცხვილი ეს არის ჩვენ რომ სახში ვარ და ის კიდე ქუჩაში გავაგდეთ. აი ეგ არის სიცხვილი. კარგი მოდით ისაუზმეთ. ბლინჩიკებს შეჭამპაათ? აუ კი ხორციანი ბლინჩიკები მაგარია ქალბატონო მაგარი. ხელებს დაებადე პატა შენ დაიწყე. ნუ ცეფრება. არა ხორციანი არ არის, ხაჭოთი გავაკეთე. ხაჭოთი? კი. აი ბინას რო ყიდულობდით, ფული დაგეკლო და ხორციას გაგიკეთე. იხურე პატა. მირთი. ქალბატონო მარინა 2-ს გადავიღებ, ხო? კი ბატონო. 2-ს არა, 3-ს გადავიღებ. მოდი 4-ს გადავიღებ. ხო და მერე დავიმატებ 2-ს კიდე. არა, 3-ს დავიმატებ. მოდი 4-ს დავიმატებ მერე. ჰა? პატა, რამდენიც გინდა იმდენი მიირთვი. ხო, მეც მაგას გულისხმოდი ხო. აბა, პატა მოღები როგორ გეძინა? რა ვიცი გია, ჯერ თავიდან ესე მეძინა. ეს. მერე გადავტრიალდი. მერე ზურგზეც იმას ქენი წამოვწექი, იმიტომ რომ არა. აბა, ძილში წუწუნებდი და იმდენ გაგითხები. აუ, წუწუნ. ვაიმე მართლა ხალხო რა დამემართა საშინელი სიზმარი უნდა როგორ ვიტანჯებოდი იცი მთელი ღამე რა დამესიზრა ეხლა ვითომ ლაშამ გადამყლაპა და დავდივარ ამ უცელში დავდივარ ვეძებ ჭირს ვეძებ რომ გამოუძვრე სად არის ჭირი არ არის მთელი ღამე არის მე გეცინებოთ მაგრამ იცი რა დღეში ვიყავ ესე დავზრობიადი ვიწვალია რომ ისე გია შენს უყარებია ხვინვა ხო იცი სხვათა შორის ხო იცი რა მაგრა ხვინავდი გინდა გაჩვენო როგორ ხვინავდი ეს ხო იცი ეს თვალები ქონდა დახუჭული და მე რა ვსა აი ეს ის ვენებდი რა გამარჯობა, თქვენ ალბათ ფლაშა ბრძანდებით, არა? დიახ. თქვენმა მეგობარმა ზურა ექიმმა გამომგზავნა თქვენთან. თვითონ არ ძალია სასწრაფო საოპერაციო პაციენტი მოუყვანეს და მე უნდა გიმკურნალოთ. ბოდიში მოუხადეო, დამაბარა. კი ბატონო, არ არის პრობლემა. არ არის. დიახ. დავიწყოთ, ხო ალბათ? დიახ. კარგი. ვაჯენ, პაციენტს გამზე. თუ ნერვებს ვაწყნარებთ, ვეკითხებით ჩიულების შესახებ. დავძანდით. თუ ზიხარს. მაშინ პირი გავაყო ალბათ. დიახ.
მე მგონია ეს ასე უფრო მოსახერხებელი იქნება. დიახ. აჰა. ეს კბილი გთქვათ? არა, ეგ არა. გამოხრული რომელიც არის აი ეს. დიახ. ესე გთქვათ? კი. ესე? კი. ესე? კი. რაც უფრო მაგრა დამაჭერთ, უფრო მეტკინება. დიახ. ეს თქვენ ასისტენტი არ გჭირდებათ? არა, მე თვითონ ვარ ასისტენტი. და ისა ზურა ვერ მოვა, ხო? ვერა, ოპერაციაზეა. ძალიან წუხა რომ მიმიწევს თქვენი დახმარება. იცით, მე სტომატოლოგი ვარ და თუ რამეში დაგჭირდეთ დახმარება, მითხარით და მოგეხმარებით, ხო? მართლა? კი. რა კარგია. მე ჯერ ახალი ვარ და რას ლაპარაკობ? დიახ, და მეშლება და აი ეს დარიშხანი თქვენ გქონდეთ მაინც. ესე უკაცრავად. ესენი თუ არ გჭირდება, გამოვიღებ ამას. გამოვიღებ, ხო? თუ არ გჭირდებათ. დიახ. აბა, ხო, აბა რომელში ეკახა? რომელი? ოი, აქ ყოფილა კახა, გამოჩვენა. როგორ ხარ? იდე არაფერი იყო ბუფეტში, ერთი უნდა გავიგო ეს მსუქანი აიტიშნიკი როდის ჭირს რა. აუ. სათვალე რატო გიგეთია? სათვალე კახა. მინისტრს დარჩა, მინისტრს გაიგე? ხო და მეც ავიღე და გავიკეთე. იცი რა მაგარი ყოფილა მინისტრის თვალით დანახული სამყარო. გიჟდი, მინისტრის სათვალე გიგეთია? ო რა იყო? რომ დაგინახოს? რანაირად უნდა დამინახოს იმის სათვალე მე მიგეთე. ესე იგი მინისტრის სათვალე გიგეთი? კი. მეც არ თუ რატო მომისავნა. აბა ხომ ანასუა. კატკეტი. ახლა რაღაცა დაბალი მეჩვენებ თუ სათვალე მართლობს. არა. ხო მართლა გუში რო გადამარჩინე მადლობა მინდა გადაგიხადო და არ ვიცი როგორ. რას ქვია არის? მე ვიცი როგორ უნდა გადამიხადო. ესე აი. მადლობა. აი ესე უნდა გადამიხადო, ხო? კარგი ბატონო. ხობა ხوار გამსვა, ტაბლეტი. ორსავი. ორი გააქვთ, ხო? ადა, ბატონო. ბარში ხوار წავიდეთ. ბარში. დავლიოთ, მე პატიჟებ. ბარში. მაგარია, ძალიან მაგარია ბატონო, ხა წავიდეთ ბარში. მაგრამ თქვენ შემოგიშვებენ? კარგი. მოკლედ ერთი ბარი ვიცი, გუშინ ვიყავი. ხო. ძალიან მაგარი გოგო მუშაობს და დამევასა. იქ წავიდეთ, დავლიოთ, გავერთოთ. ისა კობა აღარ გვაქვს. თქვენ საცხოვრებთ? საბურთალოზე? საბურთალოზე, ხო. რამდენი ოთახიანი ბინა გაქვთ? რატომ მიკითხები? კარგი, რო დავლეთ მე რეგეტყვი. კარგი. მე რეგეტყვი, ეხლა იყოს არ არის საჭირო. აბა, ბატონო გახ. თქვენ არ გინდათ კატლიტი? არა. რას ქვია? არ მინდა. რას ქვია? ეხლა აბა ეხლა. ბატონო კახა, ეხლა ძალიან ხო უნდა აუცილებლად უნდა გამომართვა. ერთი ცალი, ჩვენი სამინისტროს ხართ, ბატონო. ბატონო კახა, ერთი ცალი. მინისტრის მოადგილის ხართ, ერთი ცალი.
ერთიც არის მინისტრის მოადგილე. აბა, გააღე დიდი პირი. მოვიდა, ჩუქუჩუკუ. არა, ჩუქუჩუკუ. აი ეს. მიდი, კარგად აღეჭე და დიდი ბიჭი გაიზდები. აი, ამ ხელა დიდი ბიჭი გაიზდები. აი, როგორია? ხო, კარგი, ხო. ერთის მინისტრის ხათრით და ეგ არის. მინისტრის ხათრით. კარგი, მე შევჭა მინისტრის ხათრით მე. ახლა ეს გამაყუჩებელი უნდა გამიკეთოთ. დიახ. ისა ნემსის ხوار გეშინიათ. არა. მეკი. ხო. გეტკინებათ. არა, არ მეტკინება. თუ გეშინია. ნუ მასწავლეთ, მე გიკეთებთ და ვიცი რომ გეტკინებათ. მოდი. თქვენ სახელი? ლადო. მოდი დამშვიდით, დაწყნარდით. სხვა რამეზე მიფიქრეთ, კიდევ სხვა რამეზე ვილაპარაკოთ. ჯერ ესე გავიცნოთ კარგად ერთმანეთი. ეს მომეცით აქ, დავდოთ, ხო? აბა, ვილაპარაკოთ სხვა რამეზე თუ გინდათ, ხო? კი ბატონო. უი, დღეს ზურაიკიმა მაგარი ამბავი მომიყვა. და. თურმე ესე იგი მის ნაცნობს ოპერაცია გაუკეთეს და ჭიპი გაუქმეს. ლაპარაკობ არ მჯერა. არც მე არ მჯერა და მაგრამ დაიფიცა. დედა. ქალბატონი ნაზი. ნაზი დეიდა, ხო? დიახ. მე მგონი გადავერთეთ უკვე, ხო? და ჯობია ვიმკურალოთ, იმიტომ რომ ისე მტკივა უკვე ამის ატანა აღარ შემიძლია და გამაყუჩებელი გამიკეთეთ, ხო? დიახ. თავარია ახლა, შენ არ ინერვიულო, ხო? ძალიან თავარია ეს რომ არ ინერვიულო. ყველა დამწყები ექიმი თავიდან ასეა, დამშვიდი, დაწყნარდი, თავარია შენი თავის ირწმუნო, მე გენდობი, მიდი. ესეთი სიტყვები ჯერ ჩემთვის არასოდეს ვთქვათ. ხო, დავიწყოთ ოღონდ რაც თავარია ენაში. ენაში არ ხო. ენაში არა, ხო? ლასაკეთებ. ხო გიცხალი ენაში არ მიგავ. ლაგამიკეთე. მიდი გააკეთე აზრი აღარ აქვს, მიდი. ეხლა უფრო გტკივათ ვიდრე მანამდე. აისა. ლადო. აქ ის კარდიოლოგი ყავთ? აბა იმას ვერ ახვევ, რა გული სამკილა ძალიან დიდი ბოდიში. არა. გავა, საიტარი კარდიოლოგი რო გავა? მარჯვენა. დიახ. არ გასვლადო, კარგად. ნახოთ. იუმორში გავარჯიშებდით თქვენ. იუმორში რო გავა, აი მაგვარჯიშე გამახსენდა, იუმორში რო გავარჯიშებდით. და რა ქენით მე რამე დახვეწეთ რაღაცა გამოგდით რამე თუ როგორ არის? მიდი აბა გამეხუმრე, მიდი. მე არ მწყეს, ხო იცი, მიდი გამეხუმრე. და შენ ისეთი სათოლე გიგეთია, ჯობია საერთოდ ვერ ხედავდე, ჰა? შევჭა. წვალობ, ძალიან წვალობ, მაგრამ არა უშავს პატარა რაღაცა დროთა განმავლობაში ალღოსალღებ და მიხვდებით. მაგალითისთვის გინდა გაშვენო როგორ უნდა იხუმრო? როგორ? უყურე ახლა. აი ეს ვარ მე. ეს ხარ შენ. არა, ეგრე არ გამოვა ბატონო კახა. გაუწე. აი ეგ ხარ შენ. არა, ეგ არ ხარ. ნო. აი ეს ვარ მე ეს ხარ შენ. ეგ არის იუმორი ბატონო კახა, როგორი? მესმის შენი ბატონო კახა, მესმის შენი. მოდი რა ვქნათ იცი, მაღალი რო გამოჩით ესეთი რაღაც მოვიფიქრე. თმები მოუშვი. თმები? ხო. მოუშვი. და მე აუშვი, ზევით. ჰა?
კარგი რა. როგორ კარგი ბატონო კახა რატო წხის? კარგი ერთ მაგარ ისტორიას მოგიყვები ახლა. ძალიან მაგარ ისტორიას. შენ კი არა ყველას უნდა მოუყვე. თელ ბუფეტს ერთი წუთი ხალხო. მაგარი ისტორია უნდა მოგიყვე ძალიან თოდ მომისმინეთ უყოლავ რა. რა მაგარია მომისმინეთ უყოლავ. ხოდა ესია ხალხო, აი ახლა ჭიპი არ აქვს. მაგარია. ჭიპი არ აქვს. ჭიპი არ აქვს. რა მაგარია ესე იგი. მოკლედ იქოი ჩემ მეზობელი ხო არის? იქ ამუჭიკოზე ვერთობი. სამსახურში კიდე არ შემოგვაზე ვერთობი. ახალზე. ასე ავისხე ცხოვრება თქვენ როგორ ხართ? ხო კარგად არის თქვენი საქმეები. ხო, მოდი შენ კაპლეტი გინდოდა წერა. იგია სახში ხარ? დიახ. აი მეს რა? რაზე მეკითხები? უი, ამ ულამაზეს და ძვირიან მაცივარზე? რა ლამაზია, იყიდე? დიახ. მე თუ მაცივარი. მაცივარი. სამაგერად მაცივარს ცისფერი თვალები არ აქვს. სად იყიდე? მეტრო მარტის გახსნაზე ვიყიდე. როდის მოასწარი? ვინა მოგატანინა? მოვიყიდე, ზოგზე და ამოვიტანე. გაგიჟდი შენი ნეკნისთვის არ შეიძლება სიმძიმე. აბა რა მეკრა, საყურებლო ლიფტი არ მუშაობდა და. ია. ეხონები, გაიხო. მოგწონს ისე? ძალიან ლამაზია ყოჩა. ლამაზი იქნება, არა, ნუნუ მომარჩევინე. ნუნუ ყავდა, სარჩევად წასაყვან. არა, გასო. რომ მივედი გახსნაზე იქ დამხვდა. ვიცი, მაცივრის ყიდვას აპირებ. ხო და ეს მაცივარი იყიდე, ამას ტოსტერი მოყვება საჩუქრადო. ტოსტერი აბა სად არის ტოსტერი? აბა გამოიცანე. ტოსტერი შეგორჩენდა. მართალი ხარ. რაიმე გია, ისე ფული რო არ ქონდა, როგორ იყიდე? განვადებით გამოვიტანე. არ მინდოდა ლევანმას ფული რომ გამოეგზავნა. რუსული ფულით ნაყიდე მაცივარში. ქართველი ხბოს ხორცს მე არ შევინახო. გია, ისე რაღაც უნდა გითხრა. ამ დილით რო გითხარი, ლემას დაურეკავდა ფულს გამოვაგზავნინებ მეთქი, სინამდვილეში არც ვაპირებდი. უბრალოდ ძალიან მინდოდა მაცივარი გეყიდა და ლევანით შეგაშინე. არა, ვიცი, ძალიან ცუდად მოვიქეცი, ცუდი ადამიანი ვარ, მატყუარა, ჩუმჩუმელა. ხო, კარგი, გეყოფო. ეგრეს ნუილანძები ახლა. მეც მოგატყუე. შენ რა მომატყუე? განვადებით არ გამოვიტანია ეს მაცივარი. აბა. შენი ბეჭედი დავალმობარდე და იმ ფულით ვიყიდე. აი, ვინ არის სინამდვილეში ჩუმჩმელა და მატყუარა? გია. რომელი ბეჭედი? არ გცხვენია. შენ არ გცხვენია ლევონათი რომ აშანტაჟებდი? კაი, დაწყმარდი. დავშვიდეთ ახლა ორივე. ავღელდით და განტვირთო გჭირდება. კარგი, განტვირთო გჭირდება. ლაშას რო ჭიპი მოაჭრას გახსოვს. რა მაგარია, უჭიპო კაცია. ვეყოფა განტვირთვა? ესე იგი, ლევანმაზე მომატყუე, არა? ხო და არ წავალთ სარფში. სარფში წასვლა როდის გთხოვ? ჯერ არ გითხოვია, მაგრამ აგვისტოში ხომ გთხოვ? ხო და უარი მეთქება წინასწარ ნახავდი. ია. კიდე გაგახარო? ია, ბრა. ახლა ლევანმა დამირეკა და შენ რომ ბეჭედი დაალომბარდე, იმის ფული გამომიგზავნა. ეს ახლა რა გამოდის, რომ მაინც ლევანმა გვიყიდა ეს მაცივარი? რა ძმა მყავს, ვენაცვალ ეგრო არ მყავდეს რა მეშველებოდა. რანერი ქართველი ვარ ახლა მე რა. არა, რაღაცნაირი ქართველი ვარ. არის, სად მომიყვანე, რანაირი ბარია რა არის ეს? რატომ ბატონო, ძალიან ცუდი არ არის. და ხო გითხარი აქ ერთი გოგო მუშაობს და? ო, პატარაბის დიდი გზნობები გაუჩნდა, ჰა? მარტო ჩვენ ვიქნებით, ხო? კი, რა იყო? არაფერი, მივალე ფანჯარას კამს ავაფარებ, თორე გამეყიდა ბეჭები, მიბერავ.
რასინებებთ? მოვა მეგობარი შევუკეთოთ. გელოდოთ? გამარჯობა. კარგი, პატარა შევუკეთოთ. მოკლედ კახა საჭმელი არ გვინდა. აი კატეტები წამოიღე, დამრჩა და ანუ დავლიოთ. საჭმელი არ გვინდა კატეტებმა. ხო. უკაცრავად, კატლეტების შემოტანა არ შეიძლება. წარწერას ვერ ხედავთ? ბარში კატლეტების გარედან შემოტანა აკრძალულია. უკაცრავად. ბოდიში, თქვენ საიდანაც მეცნო, ადრე თქვენ სხვა ბარში მუშაობდით, ხო? კი, იქიდან გამომაგდეს. ხო, არ მიგვის რატომღაც. რას მიირთმევთ? კარგით, საჭმელი არ გვინდა, მე მგონი დავლოთ, ხო? დავლოთ. ტარხუნის თუ მსხლის? ორი ზოდი, ჯერ. კარგით, მაგრამ იცოდეთ, რომ აქ სასმელი ძალიან ძვირია. რატომ? იცით, კლიენტები ძალიან ცოტა შემოდის და რა ვქნათ, ქირის და კომუნალურის გადასახადი ხოლმე გადავიხადოთ. ხო, მაშინ იცი რა, ერთი არაყის წამოიღეთ და ორი თვის გექნება გადახდები. აი, ერთი არაყის დავხემატე მაშინ. ხო. კახა ის არაყი. შენთვის ალკოჰოლი არ შეიძლება, ხო? ბაცა, ხომ მითხარი, მე სრულწლოვანი ვარ. არა, სრულწლოვანი ხარ, მაგრამ არასულტანოვანი ხარ უბრალოდ. ისმალი ჩამოუსხით? დილით ჩამოსხმული იყო და გამზადებული გქონდა. კახა, შეხ არ მითხრა რომ ეს მომწონსო. არა, ეს გოგო არა, სხვა. კარგი, მაშინ უნდა დავლიოთ, მოდი დავლიოთ. არა, მე არ ახსოვს. რას ქვია, კახა, რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხათრით, ერთი ჭიქა. მაგის ხათრით. წავიდა. აბა. გაუმარჯოს, ჩვენ სამინისტროს გაუმარჯოს. გაუმარჯოს. აბა, წავიდა. არა, ბეტი აღარ ვიდა რა. არც მინისტრის ადრეძელოს არ დალევ, კახა? უი, მაგისას კი, როგორ უნდა. იდი. წავიდა. ოუф. ვაიმე, კახა, მე მგონი ძალიან მთვრალი ხარ და მოდი სახში წაგიყვან და დავრჩები შენთან, რომ მოგიარო რა, ხო? არა, ახლა მთვრალი. არა, კახა, გეუნები, მთვრალი ხარ მეთქი ხა, შეხედე, როგორ არა ხა, აბა, შეხედე რა დაბალი ხარ. მთვრალი თუ არ ხარ, მაშინ მოდი ეხა მეგობრობას გაუმარჯოს. მოდი ამჭიქით, ბატონო კახა, ყველა იმ მეგობარს გაუმარჯოს, რომელიც თავის უსახკარო მეგობარს ქუჩაში არ დატოვებს, სახში წაიყვანს, მოუვლის, დილით ადრე ადგება და ყიყლიყოებს შეუწავს. გაუმარჯოს. სახში ვეძახი. აგიწყმის, მარტო ვცხოვრო, თან ადგილიც არ მაქვს. აი მეგობრობას კი? გაუმარჯოს. კახა. მოიცადე, თეკლა მოგწონს? შენ რა იცნო? ნე, რას ქვია ვიცნო კი არა, შეყურებულები ვიყავით. მერე დავშორდით. რატომ? რატო დავშორდით და ესე მითხრა მაღალი ბიჭები არ მომწონსო. კარგია. კარგია? კარგი. რა არის კახა კარგი? შეხედე, შენ სიგრძე თმა აქვს, რა არის? მე ბიჭი ვარ და პატარა თმა უნდა მქონდეს. კაცო, თმა რა შუაშია, კახა, თვითონ შენ სიგრძე, შენზე გრძელი თმა აქვს მეთქი. არ ვშევს, მე მაღალი გოგოები მომწონს. მაღალი კი არა, ზოგადად გოგოები მომწონს, უნდა თქვა, მაღალი რა შუაშია. ახლა შემოგთავაზებთ ჩემს ახალ სიმღერას რატომ? ორმაგი მოტეხიობა კახა, ტაში, გააჩერე მეთქი ტაში. ხო. რა არის კახა, მოგწონს? ხრთოვანებული ვარ. ბატა, ხო არ გავიქცე და თაიგული მოვუტანო? არა, შენ არა, კახა, თაიგულს მე მივართმევ თეკლას. შენ რატო? იმიტომ რომ შენ შიგნით ჩაიმალე და რომ მიუტან ამოხტი და უფრო ეფექტური. მეგონა დამეხმარებული. კარგი რა, გინდა დაველაპარაკო შენზე მართლა? ოკი. კარგი, ერთი წუთი ხო დამელაპარაკო. როგორ ხარ? კარგად, პატა, აქ საიდან გაჩნდი? ეს ბავშვი ვინ არის? ეს ბავშვი ჩემი უფროსია და ამას წამოყევი და. შენ მოწონხარ რო იცოდე თეკლა, ჰა? რა? აბა? თეკლა. რა გინდა თეკლა, რა სერჩი ვერ გავიგე. ბედი გაგიხსნა თეკლა. ბედი გაგიხსნა, უყურთ პატარაზე გაიხსნა და მარტო კახა გამოვიდა. სისულელეებს ვარ. რატო თეკლა სისულელებს? ჩვენიერი ბიჭია, თან ეხა სახში რომ მიიყვან, ხო წარმოიდგინე, მამა შენთან პრობლემა კი არ შეგექმნება. ნერსი ამას საერთოდ ვერ დაინახავს.
ხო და ესე გადარჩები. თან რა გინდა ფაქტურად ჯიბი შეყვარებული გეყოლება. რა გინდა? კარგი, რა გინდა პაატა მითხარი? ხო, კარგი ერთი სათხოვარი მაქვს რაღაც. ხო, გისმენ. კარგი. მოდით ეკლა კახა. გაიცანი ეს თეკლა არის, თეკლა, გაიცანი ეს კახა. ადექი კახა რა. ადექი. შეგუძეთ ხოლმე. კახა. დიახ. დღეს გცალია? კი. და სახლში მარტო ხარ? მარტო ვარ. ძალიან კარგი, ესე იგი პაატას დაიტოვეთ ბაბა დროებით. რას ნიშნავს პაატას დაიტოვებო? საიდან ვინ ჩააწვეთა ეხა ეგაზე რომ პაატა დაიტოვე შენთან? არა იმედი გოგოს არ აწყენებ, ხო? ხო არ აწყენებ გოგოს? არა, ხო, მაშინ დავიდოთ ბატონო კახა. ხო ზურა, კი. არა მესმის, არა, კარგი ბიჭი იყო ეს ლადო, უბრალოდ ეხლა პრაქტიკა აკლდა და გამოუცდელი, ნერვიულობდა თან. არ ღირდა მაგის გამო სამსახურიდან გათავისუფლება. ხო, კარგი ზურა, კარგად. დაუღუპე კაცი რა. კარიესის გამო კარიერა დაუნგრი. ლაშა, შენთან საქმე მაქვს. დიანა, მაგ საქმეს ახლა აქ ვერ მოვაგვარებთ. ყველანი სახლში არიან. და თუჩა, მე აფთიაქის საქმეზე გელაპარაკები. ხო, მე ვიფიქრე. ხო, გისმენ დიანა. არა ლაშა, ასე არ დამიძახო. ისე დამიძახე, როგორც მეძახდი ხოლმე. კარგი, გისმენ დიანა. აფთიაქში. გამყიდელი გიშოვნე. გადასარევი ბიჭია, ჩემი ნათესავია, ძალიან მოგეწონება, ეხლავე გაგაცნობ. მოდი. გაიცადე. ლადოა. ეს კიდევ ლაშა. ჭიპი რო ამოაჭრეს ის. ლაშა. ლადო. რასინებებთ? არაფერს მადლობა. ძალიან კარგი არც არაფერი გქონდა. დღეს აქ თეკლას უნდა ემღერა. იმღერა. ხალხი არ იყო, ისი ამტკივდა თავი სახში გაუშვი. როგორც ყოველთვის, ვისკი მომიდანე. ეს კიდე მოვიდა. ილია, მოიცა თქვენც ვიცნობთ? მეგონა ვიცნობდი, თურმე არა. მეწოდება საწყალი. რამდენი ხანი აქ დადის და სვამს. თუმცოლი უნდა მოიყვანა, მაგრამ რაღაც გაუგებრობის გამო ის გოგო დაშორდა და იმის მერე სულ აი აქ გდია. რა გაუგებრობის გამო? ცით ზუსტად არ ვიცი, მაგრამ როგორც ამბობენ, ეს არაფერ შუაში ყოფილა. გამარჯობა ილია. ელენე? მინდა გითხრათ რომ ოპერაციის მსვლელობისას აღმოჩნდა რომ ყველაფერი ისე არ იყო როგორც ჩვენ თავიდან ვფიქრობდით. რა მოხდა? ნუ ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეს მოკლედ გეტყვით ჭიპი გავუქმეთ. ისი რა ერთხელ კიდე გაიმეორეთ რაკენით? გავუქმეთ. პაციენტს. დიანა ძალიან გთხოვ, ეხლა ვიცი რა არის, არცალია კასტინგი მაქვს და და რა კასტინგია ლაშა? დამხმარეს შეძებ. ია, როგორ ხარ? რაც არ ამისას, რომ მткиვა ნეკნები. უკაცრავად მე მოვიდით. კარგით რა ბატონო კახა რა. ერთი თვე აქ დავდივარ და წყალში ვცხოვრობ. სულ ასე მეუნევით მოგიგვარეთ მაგ პრობლემას. ეხლა წავალ და პირდაპირ მინისტრთან მივარ. ბატონო კახა, ერთი წუთით გის თუ შეიძლება არ წახვიდეთ რა. დატყორელო გურა, მომისმინე ერთი წუთი აბა. და უნდა გითხრა, აი შეხედე, საბურთალოზე არის მშვენიერი ბინა. შევარჩიე, ვიმუშავე თქვენთვის. აი შეხედეთ, როგორი ბინა აგიჩიოთ, ჰა? კარგი ბინა. აბა ჩვენ აქ საქმეს ვაკეთებ და მუშაობთ, ესე კი არ ვზივარ და კი არ იმაშვებით კაც.
ხილად გი აქ სუგიცურავს ფეხი და არ დავარდე. ხილად. გადააგდე ეს ფეხის საწმედი, რამდენი შეუნა გითხრა ადამიანი. ნელა, ქალბატონ მარინა, მართლა გადააგდე თქვენ ეს ფეხის საწმედი, მე გიასთან დავჩები. ხო, შენთან დავჩები მთელი ღამე გია. ხო, არ მეზარება რა. მთელი ღამე. ხო, არ მეზარება, შენთან დავჩები. მოდი. ატა. როგორი პატივი გვეცი, არ ვიცი რითი გადაგიხადო. ქალბატონ მარინა, ეს გაიხადე გია. რა უნდა გადამიხადოთ, როგორ გეკადრებათ? რა საჭიროა უბრალოდ მითხარით, მე საწვევი და ეგ არის. მარინა. ვაი. მოდი ხაბარემ, საჭმელიც გააკეთე და და შეჭარ და წავა. გია, ის რა შუაში გია, უბრალოდ რამხელა დივანი გაქვთ ხლა, რამხელა დივანი ადამიანი რო შემოვა, ნორმალურად კი ვერ გაივლის, რა წესია? აი წარმოგიდგინე, კარს გააღებ, შემოხვალ და ერთი ნაბიჯი და დივანზე უნდა დაწვეს, სხვა გზა არ გაქვს რა, იქ მარინა. მარინა, გესმის? აი თუ რატო მათრია? საავტომობილში მომიგიდე და ტაქსავდე რომ ზურგით მათრია, ხედა? დაგიდე კურთუგები რო გიჭირავს ყეში და აი საკიდარ მე დაგიდე. არა იყოს გია, იქნები მე ეს მთელი ღამე რა მაინც რა უნდა გავაკეთო და ვერ ექნება ეს ვიდეო. ატა. ბატონო. წვნიან შეჭამ? წვნიანი არ მინდა ის მაცივარში სოსისი გექნება და ის შეწვით ხო? ხო, უჩაფოა და ამათ ასე გავაგზავნა და შეიძლება მაგის დატოვებაზეც ვიფიქრო. აი მე ესე იგი დღესაც პოროხასთან რჩება ბექუნა. რა ვქნა რა მოსულიყო ევახშმა ჩვენთან ერთად რა გავაკეთო არასოდეს არ არის ეს ბავშვი სახში. ქალბატონო მარინა მე გეტყვით ერთ რაღაცას ეხა ისიც რა არის მე მესმის თქვენი რომ ბავშვის მაგივრობას ვერავინ ვერ გაგიწევთ მაგრამ დარჩეს ეს ბექუნა იმ პოროხასთან იყოს დღეს რა მოხდა ეხა იყოს პოროხასთან და მე გაგიწევ თქვენ ბავშვის მაგივრობას აბა ხო და სულ მეუბნებიან პატა როდის უნდა გაიზარდო როდის უნდა დაჭკვიანდე როდემდე უნდა იყო ბავშვიო მაგრამ მე არ ვიზრდები ქალბატონო მარინა და ესე მე გაგიწევ ბავშვის მაგივრობასო თქვენისთანაც ზრუნვა დედებს დავეხმარო ხო პატა მოდი რა დამეხმარე რა დავждე მაგიდას მოდი ძალიან მткиვა აი ნელა აი ესე გეტკინა ამკრავს ხოლმე რა გაკრავს ხოლმე ხო ვიცი გია ეგ საშინელება ხელიადა აი ხო თხილად მოდი დაჯექი საშინელებაა გია სხვათა შორის მე ხო ოპერაცია გავიკეთე მუხლის ოპერაცია გავიკეთე და მუხში მე ნუ ისე გამოვიდა რომ ჩამისვეს პლატინა ხო და მე რა ხდება იცი გია დამჭაც სუნდათ უშნო დამჭი ხო ხდები აი ამ ადგილზე ცოტა ამოიბერა დროთა განმავლობაში და აქ ესე ვერ დაინახო ერთ წუთს გაჩვენებ არა გია ესე ვერ დაინახო მართლა ჯერ არა არ მინდა არ მიყვარს ამ ობურცული რაღაცეების ყურება აი გია ანუ რჩები თქვენთან ხო გია ესე იგი გია გია რეებსაკეთე მეშინია რედას ვისაუბრე გია რჩები თქვენთან თუ გია რა იყო რა მოგივიდა კაცო მეთკინა ჩავიძინე ძლევს რა იყო უნდა გამაგვიძე მანდ რჩები თქვენთან მართლა გეტკინა არა ვაშოთ გამივლიცე გია ისე ინერვიულო შენი ამბავი რეზიკომ რომ საჭმელს პირი არ დააგარა მე დაგიყარა ეს საჭმელი და შეჭამდა უი მართალია ქალბატონ მარინა ცოტა დიდი გალი არ გაქვთ მართალი ხარ პატა მეც ვიფიქრე მაგაზე რაღაცა ვერ ეტევა არა რეზიკო რა შუაშე ჩემთვის ვიძახი ჩემთვის ცოტა დიდი გალი გაქვთ უგავთ მე ვიცხოვრებ და აი ბავშვად ხო დავჭებ თუ გინდა თუთიყუშად დავჭები და ვიცხოვრებ ხო თან მაგრად ვაკეთებ მე თუთიყუშის იმას რა ქვია პაროდიას გაჩვენოთ აბა ხო აი უყურეთ
ეგ არის ქათმის პაროდია ეხლა შენ თვითონ არ არის. გია ეს არის თუთიყუში რომელიც აკეთებს ქათმის პაროდიას, ხო? და გეგო მაიმუნობა. ანუ რჩები. აი ამ დივანზე გაგიშლი და აქ დაიწია. ანუ რჩები. კი. იესო რჩები, ქალბატონო მარინა. რჩები, ქალბატონო მარინა, ვაიმე, ესე იგი მივიღეთ ბავშვად, ხო? კი, მიგიღეთ. უნდა გადაგეხვიო. დედა. მოდი. დიდი მადლობა, ნეკნ გატეხილო მამა. დიდი მადლობა. აი რეზიკოსაც როგორ გავუხარდათ, ხედავთ რა ბედნიერია. სხვათა შორის ესეთი მყავს სამსახურში მეც. და ისიც ესე ბევრს იმაშება? არა. მე ჩემი უფროსი გულისხმე ესეთი პატარა არ. ესეთი. უი მართლა სამსახურში მიდიხარ ხვალ? აი, დაურეკე და უთხარი. ასეთ სიტუაციაა, მეგობარს ჭიპი გაუუქმეს მეთქი. ხოდა დილით აუცილებლად უნდა შევიდე და კარგად დავცვენო მეთქი რა. ხოდა იმებას მითხეს რომ რადგან ახლა ეგეთი ამბავიო, როგორ მოხვალ? ატა ხო კიდე, ესე იგი ღამე საბანი არ გადაიხადო. გასაკეთებელია ის ფანჯარა უბერავს და გაცივდები. ჩუსტები აქ დაგილაგე. ღამე თუ დაგჭირდება საპერფეროშოში გასვლა, ფეხშიშველი არ გახვიდე იცოდე, თორე ფეხი გაგიცივდება. ეს ფარდა გადაგიწიებ, თვარიშუქი არ შეგაწუხებს. კიდე რა მინდო და მე თქვა. ქალბატონო მარინა, გაჩუნდი თორე დედას პიცა ვარ თუ წავი თუ დავრჩე ეხა და თუ არ წავიდე სახში. ძიმდებს. უნდა და რა ძლივს ვიძინებდი და გამიტეხა ძილი რა. როგორ დავიძინო? რატო გამიტეხა რა უნდა და. ეხა ესეც გამიტეხავს, რატო მიტეხავთ რა გინდა ვერ გავიგე რა გინდათ ჩვენ. გია. რა საკეთებ გია, ჰა? არ იცი შენ? არ ვიცი რა. აი ეს ნაჭერი თუ არ გადააფარე ამას? ღამღამობით. თვალდახუჭული. თვარეულებით რა. ეს ნერვიულად აქეთ-იქით იწყებს სიარულს, კაი. თან იძახის გამომიშვი თორემ დაკორტანითო. მერე იწყებს გალიის ღრნას. ხოდა ერთხელ გაღრნა გალია. ვეცი, მეცა დამაგრიჟა მთელი ხორცები მყავებზე. მერე მარინა მოვიდა ეს გადააფარა და ძლივს დააწყნარა. გირა განახო ნაიარები. გია წადი ეხლა არ მომეკარო თორე ვიკილებ ისო. წადი ეხლა არ ვიკილებ. წადი! განახო. წადი!